აქციას, რომელიც დაიწყო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და ჩვენ ახლა გმირთა მოედნის გავლით აქციის მონაწილეებს ჩვენ ჟურნალისტები მივყვებით და როგორც ისინი გვეუბნებიან, ისინი ინაცვლებენ რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც უკვე 2 თვეზე მეტია ყოველ საღამოს არის ტრადიციული საპროტესტო აქციები საქართველოს ევროპული მომავლის მოთხოვნით საქართველოს ევროინტეგრაციის გზის დაცვის მოთხოვნით. ლევან შერმაძის ჩვენს ოპერატორს გვაჩვენოს კადრში ვითარება, რომელიც ახლა არის უკვე კოსტავას ქუჩაზე. აქვე მინდა გითხრათ, რომ აქციის მონაწილეებს არ აქვთ გადაკეტილი საავტომობილო მოძრაობა. ისინი გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს მიდიან და საავტომობილო მოძრაობა აი ამ დროისთვის კოსტავას გამზირზე არ არის შეფერხებული და აქვე გესმით თქვენ ავტომობილების საყვირების ხმაც, ავტომობილების მძღოლთა ნაწილი აქციის მონაწილეებს საყვირებით და საპროტესტო შეძახილებით უცხადებენ, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას. თქვენ გესმით აი ამ 500 საპროტესტო შეძახილები თავისუფლება მედიას, სოლიდარობა ჟურნალისტებს, გესმით ახლა თქვენ მოქალაქეების შეძახილები და ისინი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ სწორედ იმიტომ, რომ მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უთმობს სათანადო დროს მიმდინარე პროტესტის გაშუქებას და ასევე ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უთმობს სათანადო დროს დაპატიმრებული ჟურნალისტის ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის საქმის გაშუქებას დღეს აქ მოსული მოქალაქეები, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოსული მოქალაქეები, ასევე საქართველოს პარლამენტში შეკრებილი მოქალაქეები განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ ჩვენს კოლეგაზე მზია ამაღლობელზე, რომელიც უკვე 21 დღეა შიმშილობს. ლევან, თუ შეიძლება ვაჩვენოთ მეორე მხარესაც აქციის მიმდინარეობა და მსვლელობა და მე შევეცდები, რომ გავესაუბრო ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ასევე არიან ჩართული დღევანდელ საპროტესტო აქციაში. ისინი ამბობენ ჩვენთან საუბრისას, რომ პროტესტს უერთდებიან მას შემდეგ, რაც ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი არის საპატიმროში. თამარ მშვენიერაძეს ხედავ აქციაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედ ჟურნალისტს ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერს, ასევე მოგესალმებით თამარ. მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ გვესმოდა არაერთი შეძახილი მედიის მხარდამჭერი და ჩვენი კოლეგის მზიას მხარდამჭერი. პირველ რიგში ვთქვათ, ვისაუბროთ მზიაზე, რა ძალა აქვს ახლა კოლეგების მხარდაჭერას მზიასთვის. პირველ რიგში, როგორც ჟურნალისტი, მე აქ მე ვიცავ ამ მზია ამაღლობელის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვითხოვ მის თავისუფლებას, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ამით მე ვიცავ საერთოდ სივრცეს, რომ ამ პროფესიაში გავაგრძელოთ მუშაობა და არსებობა. მაგრამ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერა. ჩვენ მედიის წარმომადგენლება უნდა დავიცვათ მედია მოქალაქეებისთვის. ამიტომ ვართ ახლა ჟურნალისტებთან ერთად აქტივისტებით, თუ ამაზე პასუხი ვინმე საინტერესებს. მაგრამ მაინც მინდა ვკითხრა მოქალაქეებს, ადამიანებს, არ ვიცი, იმ ადამიანებს, რომელთა ხმა მე პირადად როგორც ჟურნალისტ ბათუმელებმა მომაწოდა. რომ არა ბათუმელები მე ვერ გავიგებდი აჭარელი მეზღვაურების პრობლემებს, რომ არა ბათუმელები მე ვერ გავიგებდი მემთეური ქალების პრობლემებს აჭარის მაღალმთიანეთიდან. საერთოდ ვერ გავიგებდი როგორი მიწაა აჭარაში, აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც უამრავ გიგანტურ პროექტებს აშენებენ. ვერ გავიგებდი
უამრავი ჩაგრული ადამიანის ხმას ვერ გავიგებდი ნამდვილ ამბავს ოცნების ქალაქზე, სადაც უამრავი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს აჭარაში. ამიტომ მე მგონია, რომ ამ ადამიანებს უნდა მივაწვდინოთ ხმა. ის წყარო, ის არხი, რომელიც თქვენს პრობლემებს აშუქებდა, რომელიც თქვენს ხმას აწვდენდა დანარჩენ საქართველოს და პასუხისმგებელ უწყებებს, ის არხი, ის შესაძლებლობაა დღეს დაპატიმრებული მზია ამაღლობელის სახით. ეს უნდა ვიცოდეთ. და ჩვენ დღეს ჟურნალისტები აქ ვდგავართ, იმიტომ რომ ზუსტად თქვენთვის, მოქალაქეებისთვის დავიცვათ ეს შესაძლებლობა, რომ თქვენი ხმა ისმოდეს. ისმოდეს ისეთი მიუკერძოებელი და პროფესიონალური მედიების საშუალებით, როგორც ბათუმელები და ბათუმელები ერთ-ერთ ურაძესთან ერთად მზია ამაღლობელმა შექმნა. აი ესეთი მედიის დამფუძნებელი არის დღეს დაპატიმრებული. ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, ამ ადამიანებმა ეს უნდა იცოდონ. თამარა, ასევე მინდა რომ გაგვიზიარო შენი მოსაზრება ძალიან ავტორიტეტიანი და ძალიან სანდო მედიის დამფუძნებლის ციხეში ყოფნა. შენი აზრით რა გზავნილი არის თავისუფალი მედიისთვის და თავისუფალი ჟურნალისტებისთვის ამ ქვეყანაში? ჩემთვის ჩვენ ამას საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების სახელითაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ხედავთ მზია ამაღლობელს განსაჟიელი სკამზე და ჩვენ პრინციპში ამას რომ ხედავთ, თვალს უსწორებთ საკუთარ მომავალს. ადრე თუ გვიან. ეს უნდა ვაღიაროთ. ჩვენ ხედავთ მზია ამაღლობელის სახით, რომ თავისუფალი და მოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის მომავალი სავარაუდოდ დაპატიმრებულია. თამარ, ძალიან მოკლედ აქ ვისარგებლებ შემთხვევით, რადგან შენ ხარ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ჟურნალისტი, რამდენიმე სიტყვით რომ უთხრა ჩვენს მაყურებელს, შენ როგორც ამ არხის მოქმედი თანამშრომელი, რა მთავარ პრობლემას ხედავ ახლა არხზე სარედაქციო პოლიტიკის კუთხით გეკითხებით ცხადია, ვინაიდან პროტესტი სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს, აი ეს განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, შენი პროტესტის მიზეზი რა არის? მოდით სარედაქციო პოლიტიკის შესახებ ნაკლებს ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ასე დრო სულ მინდა ჩემს კოლეგებს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაუტოვო სივრცე. მინდა რომ ეს იყოს უფრო კითხვა-პასუხის რეჟიმი, დებატის რეჟიმი, ვიდრე რაღაცა ესეთი ცალმხრივი შეფასებები. მინდა რომ ეს ახლა ასე იყოს, მაგრამ როგორც ინსტიტუცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აშკარად ბევრად მეტი უნდა გააკეთოს და ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა გავაკეთეთ განცხადება, რა შეუძლია საზმაოს ასე დროს გააკეთოს. პირველი, მან უნდა აღიაროს, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრებით საგანგაშოდ იცვლება მედია გარემო. და ამ მედია გარემოს დაცვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მოვალეობაც არის, მისი პასუხისმგებლობაა ეს. მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა უთმობდეს სადისკუსიო სივრცეებს, ჟურნალისტებს, ის უნდა აძლევდეს საშუალებას მედიის წარმომადგენლებს, რომ ილაპარაკონ რისი შედეგია ის, რაც გადახდა თავს მზია ამაღლობელს. ამასთან ერთად ჩვენ პროაქტიულად უნდა ვითხოვდეთ პასუხისმგებელი უწყებებისგან, სახალხო დამცველისგან, ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ სასწრაფოდ დაუყოვნებლივ შეიქმნას მიუკერძოებელ პროფესიონალ ექიმთა კონსილიუმი, რომ ჩვენ დინამიკაში ყოველდღიურად ზუსტად ვიცოდეთ, როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თამარ მშვენიერაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ჟურნალისტი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაცემის პროდიუსერი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მე გეტყვით ასევე, რომ 21 დღეა ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელი საპატიმროში შიმშილობს და გუშინ უკვე ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ მზიას უჭირს გადაადგილება, უჭირს მოძრაობა და უკვე ძალიან საგრძნობლად არის ის ფიზიკურად დასუსტებული. ეს განმარტება მოვისმინეთ ჩვენ გუშინ ადვოკატისგან და მისი უფლებადამცველები ასევე ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ შეიქმნას ექიმების ჯგუფი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებს ჩვენი კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს მანდატი აქვს სახალხო დამცველს და ისინი სწორედ ომბუდსმენისგან ითხოვენ, რომ აი ამ კუთხით უფრო აქტიურად ჩაერთოს დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმეში. აი ამ აქციაზე, რომელიც აი ახლა უკვე კოსტავას გამზირის გავლით, აი ამ მსვლელობაზე, რომელიც
კოსტავის გამზირის გავლით უკვე ინაცვლებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან არის კიდევ ერთი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ამ შემთხვევაში გურამ იმნაძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არის ჩვენთან ერთად მოგესალმები გურამ მადლობა რომ პასუხობ ჩვენს შეკითხვებს პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი დღეს განვითარებული მოვლენებით ვიცით რომ დღის განმავლობაში არაერთი აქტივისტის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს სამართალდამცველებმა ერთი მათგანი არის დაპატიმრებული ასე ვთქვათ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კიდეც განცხადება რომ სისხლის სამართლის წესით არის საქმე აღძრული რადგან თქვენ ხართ იურისტი პირველ რიგში განვუმარტოთ ჩვენს მაყურებელს აი ეს პროცედურები ამ შემთხვევაში რისი უფლებები აქვთ პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს და რა უფლებების ფარგლებში მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოგესალმებით და პირველ რიგში მე დავიწყებ სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს და სოლიდარობა ცხადია მზიას ამაღლობელს და აუცილებელი არის რომ ხელისუფლების აი ამ გულგრილობის პირობებში მინიმუმ ჩვენ სამოქალაქო სექტორმა ყველაფერი გავაკეთოთ მის დასაცავად და იგივე სახალხო დამცველსაც მოეთხოვება ბევრად მეტის გაკეთება ვიდრე აკეთებს. რაც შეეხება უკვე დღევანდელ მოვლენებს და იმას თუ რაც ხდება სამართლებრივად ერთი არის ის რომ ჩვენი კანონმდებლობა ისაც პრობლემური არის მაგრამ როგორც იყენებს პოლიცია ამ პრობლემურ კანონმდებლობას როგორც ადმინისტრაციულ კანონს ისე სისხლის სამართლის კოდექსს უკვე ცდება ყოველგვარი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ხდება აბსოლუტური თვითნებური ინტერპრეტაცია ნორმების ძალიან ფართო სახიფათო ინტერპრეტაციები და აი ასე უსაფუძვლოდ ფართო ინტერპრეტაციების გზით ადამიანების დაკავება სისამართლებრივი წესით დანაშაულისთვის რომელიც ბუნებაში არ ჩადენილა არ მომხდარა ხო ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი არის მათ შორის პროტესტისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ხედავთ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ტიპის რეპრესიული იარაღს როგორ იყენებენ ან დეზინფორმაციას პროტესტის ჩასახშობად და ეს არის ერთ-ერთი იარაღი, ერთ-ერთი სტრატეგია მათ ხელში, როდესაც ხდება მასიურად რეპრესიული ინსტრუმენტის ამოქმედება, ეს გულისხმობს როგორც ადმინისტრაციულ ჯარიმებს, ისე სისხლისამართლებრივ სანქციებს და სისხლისამართლებრივი გამოძიებების დაწყებას ადამიანების წინააღმდეგ. თუმცა გამოსვლება აჩვენებს, რომ ეს მექანიზმებიც არ მუშაობს და ხალხის ეს პროტესტი და ბრაზი, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანი არის, არცად არ ქრება უკვე ძალიან დიდი ხანია და იმედია ხელისუფლება გააცნობიერებს ადრე თუ გვიან რომ რეპრესიული მექანიზმებით ამ პროტესტს ვერაფერს უზამს და ჯობია უკვე პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას იმ მიმართულებით, როცა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. გურამ, ასევე მინდა გკითხოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია დღევანდელ ჩხრეკებთან დაკავშირებით არ გავრცელებია. თქვენ უფლებადამცველ ორგანიზაციებს ხომ არ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, ხომ არ გამოგითხოვეთ ან თავადუწყებას ხომ არ მოუწოდებია? ამოიღეს თუ არა დღეს აქტივისტების სახლებიდან რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ან რაიმე სახის ხელშესახები მტკიცებულებები, რაც შეიძლება რომ სავარაუდოდ მიუთითებდეს მათთვის წაყენებულ ბრალდებაზე ან მოსამართლის განჩინებას ასაბუთებდეს. ჩვენ ვიცით უწყებისგან რომ სწორედ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა დღევანდელი ღონისძიებები არაერთ სახლში. ხო, როგორც წესი, მესამე პირებს არ აქვს ხოლმე ასეთ ინფორმაციაზე წვდომა, ჩვენ რომს გამოგვეთხოვა ამას არ მოგცემდა. ამის წყარო შეიძლება იყოს უშუალოდ დაკავებულები ან ვის სახლშიც ჩატარდა ჩხრეკა და იგივე დაიტოვეს ერთ-ერთი აქტივისტის ნენსის სახლში ჩატარებულ ჩხრეკაზე მისი ადვოკატი საუბრობდა, რამდენად კომიკური ნივთკიცებები იყო ამოღებული, მაგალითად ბრენდირებული დროშები ან პოსტერები იყო ამოღებული მის სახლიდან, არავით არის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ცხადია არ ყოფილა ამ ჩხრეკის შედეგად ამოღებული და სხვა ჩატარებულ ჩხრეკებზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავადვე ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას, თუ კი ისინი რაიმე კანონსაწინააღმდეგოს იპოვიან, ხო, რომელიმე გაჩრეკილ ადამიანთან. ამიტომაც რაკი ესეთი ინფორმაციას თავად შესაძლოა არ ავრცელებს. ჩემი ვარაუდი არის, რომ უბრალოდ ეს ჩრეკები კიდევ ერთხელ ემსახურებოდა ხალხისთვის დისკომფორტის შექმნას და მოსახლეობის მაქსიმალურად დაშინებას, რომ ისინიც შეიძლება ამ პროცედურას დაექვემდებარონ. მადლობა. გურამ იმნაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ გურამთან ინტერვიუს დროს გარკვეულწილად ჩამორჩით საპროტესტო მსვლელობას. ლევანს ვთხოვ, რომ გვაჩვენოს მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია
კადრი თუ რა ვითარება არის ახლა კოსტავას გამზირზე გიყვებოდით რომ მსვლელობა ინაცვლებს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე მინდა გითხრათ რომ დღეს მოვლენების ეპიცენტრი არ არის მხოლოდ თბილისი, დღეს ძალიან დიდი ხალხმრავლობა და ძალიან დიდი მღელვარება ასევე ბათუმში ცოტა ხნის წინ იქ საპროტესტო მანიფესტიც წარადგინეს ახალი თეატრის დასმა, რომლებმაც თბილისშივე გაახმოვანეს, რომ ისინი რეგიონებში წავიდოდნენ და მოქალაქეებს მიაწვდიდნენ ინფორმაციას დემონსტრაციების დროს დაკავებული მოქალაქეების შესახებ, მათ შორის მათი კოლეგის ანდრო ჭიჭინაძის შესახებ ახალი თეატრის დასი, რომელიც ახლა არის ბათუმში, სწორედ ანდრო ჭიჭინაძეს და არა მხოლოდ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, რა თქმა უნდა, სხვა დემონსტრაციების დროს სხვა დაკავებულ პირებსაც უცხადებენ სოლიდარობას. ასევე გეტყვით, რომ დღეს ბათუმში ჩავიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მან თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ის ბათუმში ჩავიდა, არის ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის გამოცხადება და აი ამ სოლიდარობის ნიშნად დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მივიდა ბათუმელების რედაქციაში, იმ რედაქციაში, რომელიც 2 ათეული წლის წინ და შესაძლოა უფრო მეტიც სწორედ მზია ამაღლობელმა დააფუძნა იმ რედაქციაში, რომელიც ასეთი სანდობით, ასეთი მაღალი სანდობით და ასეთი მაღალი რეპუტაციით სარგებლობს ბათუმში და არა მხოლოდ ბათუმში. რა თქმა უნდა, მოკლედ გიყვებოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო დღეს რედაქციაში, მან ინტერვიუ მისცა ეთერ თურაძეს, ამ გამოცემის მთავარ რედაქტორს და ერთ-ერთ დამფუძნებელს მზია ამაღლობელთან ერთად. სალომე ზურაბიშვილმა ბევრი ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მიმდინარე პროტესტზე, დაპატიმრებულ ჟურნალისტზე, ჩვენ კოლეგაზე. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ მან ქართველი ხალხის გზავნილები ჩაიტანა შეერთებულ შტატებში, მან თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მიაწვდინა ყველას ხმა იმისთვის რომ შეერთებულ შტატებში გაეგოთ რეალურად რა ვითარება, რა პოლიტიკური ვითარება საქართველოში, რა პრობლემებს და გამოწვევებს ხედავს ის. ასევე სალომე ზურაბიშვილმა უპირობო სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს კოლეგას მზია ამაღლობელს, მეხუთე პრეზიდენტმა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ მოშიმშილე ჟურნალისტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპატიმროდან და ასევე სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოცემა ბათუმელებთან ინტერვიუს დროს თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს პროტესტი იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები და პროტესტი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის ნება, ასე ვთქვათ, შეასრულოს ხელისუფლებამ და დაუბრუნდეს საქართველოს პროევროპულ კურსს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მაყურებელმა იცის, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ საქართველოში ეს მთელი ეს ორთვიანი პროტესტი დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ 2008 წლამდე საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს და მას შემდეგ აი ეს მღელვარება თბილისსა თუ მთელ საქართველოში არ შენელდა. აქციის კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრებთ, მარიამ პატარიძეს, რომელიც ასევე არის იურისტი. მადლობა მარიამ, რომ პასუხობთ Euronews Georgia's შეკითხვებს. ასევე დღეს ძალიან აქტუალური არის კიდევ ერთი საკითხი ხვალინდელი პროტესტის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეები გეგმავენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საავტომობილო კვანძის ბლოკირებას. ამასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა
სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, უწყება მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ არ გადაკეტონ მნიშვნელოვანი საავტომობილო კვანძი, საუბარია ერთ-ერთ მაგისტრალზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეახსენა მოქალაქეებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ახლად მიღებული განკარგულების თანახმად. მარიამ, თუ შეიძლება რომ განვმარტოთ, რა სახის განკარგულება ეს სამართლებრივად, რა თქმა უნდა, და თუ შეიძლება რომ განვმარტოთ აი ამ მხრივ მოქალაქეთა უფლებები, იმიტომ რომ ეს ჩვენი მაყურებლისთვის რა თქმა უნდა საინტერესოა. მოგესალმებით, თქვენ რაც ბრძანეთ ამ გზის გადაკეტვა და ამ გზაზე საპროტესტო აქციის განხორციელება, მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზება ჯერ კიდევ გუშინდილით დანაშაული არ იყო და გავიღვიძეთ იმ რეალობაში, როდესაც მთავრობამ გამოგვიცხადა, რომ თურმე კონსტიტუციური უფლების განხორციელება გზის ამ ნაწილზე დანაშაული ყოფილა და სხვათა შორის ჯგუფურად ამ ქმედების განხორციელება 2-დან 4 წლამდე სასჯელით ისჯება. ჩვენ ხშირად საუბრობდით იმაზე, რომ ხალხის ძალის ეშინია ხელისუფლებას, რასაც სკანდირებენ დღეს მარშის მონაწილეები და დიახ, ამ შიშის დასათრგუნად ცდილობენ შიში გააღვივონ პროტესტის მონაწილეებში და ამისთვის იღებენ სრულიად არაკონსტიტუციურ თვითნებურ კანონებს, იმისთვის რომ საპროტესტო მუხტი ჩაცხრეს და ჩვენ ნახეთ ქუჩებში სხვადასხვა მეთოდებით ამ ხალხის დაშინების მცდელობა, ეს იყო მრავალათასიან აქციებზე ადამიანების წამება, არასათანადო მოპყრობა, თვითნებური დაკავებები, ასევე ჩვენ 50-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის წესით გვყავს პატიმრობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ჯარიმების ოდენობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და ეს მნიშვნელოვანი წნეხი არის ნებისმიერი საზოგადოების წევრისთვის იმ მძიმე სოციალურ ფონზე, რა პირობებში ჩვენ ცხოვრობთ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურება სამაგალითო დასჯას იმ გულანთებული ხალხის, რომელიც აი ახლაც აჟღერებს თავიანთ პროტესტს იმ უსამართლობაზე, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ და ცხოვრობთ იმიტომ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ასე სურს. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დიახ, ჩვენს დაგვიანონსა ხელისუფლებამ, რომ ეს არის დანაშაული და ამის გამო ადამიანები დაისჯებიან. ჩვენ ცხადია გვაქვს არგუმენტები, რითიც შეიძლება ვამტკიცოთ თუ რატომ არ არის ეს დანაშაული და ამაზე პასუხი არის მათ შორის ჩვენს კონსტიტუციაში, თუმცა ხელისუფლებას არ აინტერესებს არც კონსტიტუცია, არც საერთაშორისო სამართლის ნორმები, ხელისუფლება დიდი ხანია სამართლებრივი რეჟიმიდან არის გასული და ზუსტად ამის გამო არის ხალხი გამოსული ქუჩებში, ფაქტობრივად უწყვეტად უკვე მეორე წელია, რადგან ამ უსამართლობას არ შევეგუებით. სწორედ ეს შეურიგებლობა არის ის, რისიც ხელისუფლებას ასე ეშინია და მისი პასუხი ყოველჯერზე ამ წინააღმდეგობაზე არის ღია, ერთმნიშვნელოვანი და ცხადი, რომ ეს ხელისუფლება ადგას ღიად ავტორიტარული რეჟიმის გზას და ის სამართლებრივი რეჟიმი, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არის ზუსტად პასუხი ამაზე და ხშირად ფაქტების აღწერა საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ რა ვითარებაში ვართ. ყოველი მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი არის როგორც აღნიშნე და კვლავ გავიმეორებ, სამაგალითო დასჯა ამ მშვიდობიანი მომიტინგეების. მადლობა, იურისტი მარიამ პატარძე პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ინტერვიუს დროს ჩვენ კვლავ ჩაამორჩით მსვლელობას, რომელიც ინაცვლებს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე გეტყვით, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედაც არიან მოქალაქეები შეკრებილი და საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა მოქალაქეებმა სწორედ მსვლელობით გადაწყვეტეს, რომ გადაინაცვლათ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. მე გეტყვით, რომ პარლამენტთან ამ დროისთვის საავტომობილო გზა არ არის გადაკეტილი, აი ამ მსვლელობის მონაწილეებმაც ისე შეძლეს კოსტავას გამზირის გამოვლა, გმირთა მოედნის გამოვლა და აი ახლა უკვე ისინი არიან რუსთაველის გამზირზე, რომ მათ საავტომობილო მოძრაობა არ გადაუკეტავთ, თუმცა ხედავთ თქვენ, რომ გარკვეული შეფერხება შეიძლება იყოს
აი ახლა მელიქიშვილსა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საავტომობილო მოძრაობა არ შეჩერებულა აი ამ მსვლელობის განმავლობაში. ლევან, თუ არის შესაძლებელი კიდევ ერთხელ რომ ვაჩვენოთ მსვლელობა კადრში, ჩვენი ინტერვიუს დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩით ამ მსვლელობას, თუმცა თუ კი არის შესაძლებელი კიდევ ერთხელ რომ ვაჩვენოთ მაყურებელს, რა ვითარება რუსთაველის გამზირზე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოვლენების ეპიცენტრი დღეს თბილისთან ერთად არის ბათუმი. შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში დღეს გაცილებით უფრო ხალხმრავალი იყო აქცია ერას მოედანზე. დამონტაჟებული სპეციალური სცენიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიმართეს იქ შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე გარდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა, გარდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებისა, სამოქალაქო აქტივისტებისა, თუ სხვა სიტყვით გამომცემლებისა, ასევე დღეს პროტესტისთვის მისულ მოქალაქეებს მიმართეს ჩვენი კოლეგის მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებმაც მათ მოქალაქეებს უთხრეს, რომ მზია საპატიმროში არის მხნეთ, თუმცა მისი მხნეობა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობა არ არის საფრთხეში ჩვენ მისი უფლებადამცველებისგან. ვიცით, რომ მას აქვს გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შესაბამისად განსაკუთრებით სახიფათოა მისთვის აი ამდენ დღიანი შიმშილობა. ჩვენ ვიცით, რომ 21 დღე ჩვენი კოლეგა შიმშილობს. მზიას მხარდასაჭერად გამოცემა ბათუმელების რედაქციასთან დღეს ასევე მივიდა ასობით მოქალაქე ჩვენი კოლეგისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი ბათუმში, თბილისში და მთელ საქართველოში გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯებს. მსვლელობა ინაცვლებს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქცია გრძელდება საქართველოს პარლამენტთან, ამ დროისთვის აქცია გრძელდება ასევე ბათუმში. თქვენ ევრონიუს ჯორჯიას უყურებდით, განაგრძეთ ჩვენი ყურება. მადლობა, რომ ირჩევთ ჩვენს არხს.